წარმოშობით ქართველ, დღეს კი წარმატებულ ამერიკელ მხატვარს ნანა ბაღდავაძეს ვაშინგტონში კარგად იცნობენ. გამონაკლისი არც მისი ბოლო გამოფენა ყოფილა, თუ საექსპოზიციოდ შერჩეულ უნიკალურ სივრცეს არ ჩავთვლით. ვაშინგტონის ხელოვნების კლუბი მე-19 საუკუნეში დაარსდა. ბრიტანელების შემოსევის დროს 1814 წელს აქ ამერიკის პრეზიდენტი ჯეიმს მონრო აფარებდა თავს და მოხდენილი ნაგებობა თეთრი სახლის ფუნქციას ასრულებდა. ფერმწერის შემოქმედება ამერიკაში შთაგონების ახალი წყაროს ძიებაშია. კლასიკოს პორტრეტისტად აღზრდილმა მხატვარმა ნამუშევრებს განსაკუთრებული ხიბლი, დენემეს თემაზე შექმნილი სერიით შესძინა, როცა მან პირადად გადამხდარი ტრაგედიის ტილოზე გადატანა დაიწყო. დღეს ნანა ბაღდავაძე სამედიცინო კვლევებით თუ სამეცნიერო აღმოჩენებით არის დაინტერესებული. ეს არის ჩემი თემა, რომელიც მე ძალიან ბევრი წლები ამაზე მუშაობ, DNM-ის თემა. თბილისშიდაც გავაკეთე ამ თემაზე გამოფენა. აქ მაგ რამოდენიმე ახალი ნამუშევრები და ეხლა შემდგომი ჩემი გეგმებია, რომ უფრო რაღაც სხვა თემატიკებზედაც გადავიდე შთაგონებული მეცნიერებით და მუშაობ რაღაც ტვინის ცენტრთან ნიუ-იორკში. მაგათთვის ლოგოს ვაკეთებ და ამან მე შთამაგონა, რომ რაღაც აი ამ თემაზეც ვიმუშაო. ხელოვანის განსაკუთრებულობის შესახებ დარბაზში მოსულებს ყველგან გვესმის. სანდრა უორენ გობარი, გამოფენის კურატორია. ბაღდავაძის ტილოები ვაშინგტონის არტ კლუბში სწორედ მისი ინიციატივით გამოიფინა. ნანა ბაღდავაძის ნამუშევრები თემატიკის ფერთაცვლის ემოციების მიხედვით ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ყველაფერი ძალიან ლამაზია. აქვეა ქართველი დამთვალიერებელი გიორგი ხევსურიანი. ძალიან რომ ვნახე, პირველად რომ ვნახე გავეცანი მაგის ხელოვნებას, ძალიან მომეწონა. და ეხლა ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ გალერეაში მოხდა მაგის გამოფენის ორგანიზება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აგერ თეთრი სახლის გვერდზე ქართველი ხატვის გამოფენა ჩატარდა. თავად ნანა ბაღდავაძე ვაშინგტონის არტ კლუბში შეკრებილთა შეფასებებში ახალ შთაგონებას ეძებს. იცით რა არის, მე ვთვლი ყველა მაყურებელს აქვს უფლება, რომ თვითონ კონდეს ურთიერთობა ნამუშევართან. ამიტომ სრულიად თავისუფალია ყველა, რომ თავისი აზრი და თავისი ურთიერთობა კონდეს საერთოდ ხელოვნების ნიმუშთან და მე გამიხარდება თუ დაინტერესებდა მოეწონებათ. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.